ახლა კი ჩემო ძვირფასებო, ისღა დაგვრჩენია რომ სტუმრებს დაუთმოთ ჩვენი ეთერი, ჩემო პაატა და მინდა გითხრათ რომ ძალიან საინტერესო ადამიანები მოვიწვიეთ. მაგრები ძალიან და თან შორიგზა გამოიარეს იმისთვის რომ ჩვენამდე მოსულიყვნენ ნიჭიერი ადამიანები ნამდვილად და თქვენ თვითონ შეაფასეთ მაშაზე ბათუმიდან გახლავან ჩვენი სტუმრები ჯგუფი ორიონი. გადასარევი შვენიერი სხვა ჰარმონიაზე ვერ შემოგიყვანდით ნამდვილად. დიდი მადლობა პირველ რიგში ჩამობრძანებისთვის ამ ხელა გზა რო გამოიარეთ და არ იყო საჭირო ამდენი ფახლავა მითხეს ხო გიყვართ ტკბილი. მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა რომ ჩემი დიეტა ჩაღარეთ წყალში. კი ბატონო. მადლობა თქვენ. ყველა აჭარიდან ხართ ხო? მე კახეთიდან გახლავართ. ერთი მიწაწყლის თელაველები. თელაველი ხარ? შეგენაცვალე, მოიცა, ადექი. აბა, შეგენაცვალე, დაჟიქ. თუ მე სოდნოდა არ ვიცი, მაინც არ დამიჯერებენ, მაგრამ არა მარტო თელაველი იმერელიც. შეგენაცვალე, ყავა ხო არ გესიამოვნება. რამე ხო უცებს ასრაფოდ გავარდა. შეგენაცვალე და დანარჩენი აჭარლი. არა, თქვენ წარმოვიდგინეთ რაჭა. ანუ მთლიან საქართველოს წარმოვიდგინეთ. არა მხოლოდ აჭარას. კი ბატონო. თელავს მიუბრუნდები ერთი მიწაწყალი ნახე. შიგთელავიდან ხარ? კი, თელავიდან. რომელი უბნი? კისხეველი ვარ. მაგი არ კითხე, მე შიგთელავიდან ახარ თქო. ანუ კისისხეველი, ბიჭო. თქვენ რო გახვიდეთ და ცალკე მოაგვაროთ ეს ჩვენ გარეუბნელები ვართ. რა განიცდები? ხუციშვილი. ხუციშვილი, გადასარევი. ხუციშვილი, ახლა ხუციშვილი რო არის, მე ნახევრად ხუციშვილი რო ვარ, კი არ იცის მაგარი. ნათესავებიც. შეგენაცვალე, მე გადმოწ სადაჭექი ვარ. ესე იგი, აბა კახელკაც გაგიჭირდა ეს აჭალებთან იმენა. შორს ხარ რა უბრალოდ. კახურად რომ თქვა პირდაპირ, აი ვაის გავეყარე და უიშევეყარეო რა. ჩავედი ვიძახი ზღვაზე ჩავალ ჩემთვის დავისვენებ რამე რუჩს მივიღებ აქეთ იქით. რო წავიდა кейფი, დასხვაბოლობდე დალევა კოკის პირულიო, რო იყია. მარტო დაკვრა და დალევა. შეგენა, შენი მინო მაინც თუ მიგაქტური? მიმაქვს ხოლმე, მაგრამ ერთი დღე თუ გვეყო ფავორიტი. მაგდენს შეგენა, ზო ვითომ შეგვაცოდა თავი. პლაჟზე არ შეგხვდებოდა, ეს რა მიგიყვანა იქ? სადაც დალევა მიდიოდა. ბაიც, ხოიცით მელას თავის მახრჩობელა. სადაც არის ფეხი, ბედი შენი იქ მიგიყოს ფეხი შენი. კარგი, ჩემო მეგობრებო, ახლა მე თქვენ გიცნობთ ისედაც შევხვედრივად ერთმანეთს, შევამეგობრო ძალიან ისეთი ხელოვანი სულის ადამიანები და კეიფიც ყველაფერი თავთავის დროზე რო იციან რა და რა მინდა ხარ რომ კითხოთ რა სუბრაზე ხა თავისთავად ხშირად გიწევს, როცა აი ამ საქმეს ვაკეთებ. დავიჯერებ. თავისთავად გიწევთ ხო ხშირად სუბრასთან ურთიერთობა. განსაკუთრებული ფენომენი არის შემოპატა ჩვენც კარგად ვიცით, თვალ ნასვამ ადამიანთან ურთიერთობა. ხო, რთულია. ძალიან მაგარია. ამ საკითხთან მიმართებაში რამეს ისეთ რამეს თქვარ გავიხსენებ. მოგიყვებით ჩვენი ბენდი ზესტაფონში ჩამოვედით ჩვენს მეგობართან ძალიან ახლო მეგობარია ჩვენი ოჯახი თვითონ ჩამოვედით ქორწილი აქვს შვილის უშეგენი გახურებული кейფი ესე кейფობს ხალხი და ესე ასევია ხალხი იქედან 11 საათი უკრავთ მართლაც 11 საათი უკრავთ და კაი გძელი ქორწილი 11 საათი უკრავდით აი ნამდვილად არ ჩამოვსულვართ სცენიდან უკრავდით და ესე ხალხი მასევე ხა ზოგი რას მეუბნება ეს დაუკარით ის დაუკარით ეს დაუკარით რაღაც თვალი მიყურებს გვერდიდან და გავხედე ესე უყურებ და პირიმზერა გაცეცხლებული თვალებით მიყურებს მეთქი რა უნდა და ესე მიშვება ახ მეთქი რა უნდა გავხედე და მეც ესე უქენი ესე მიშვება
კიდე უკენეს რა გიდან მეთქი ხო ჩემ გულში მე ესე მიშვება მეთქი ვერ არის ხო და ესე უკენ არ ვსაუბრობთ აი ესე უკენ შეტრიალდა და წავიდა აი ნუ მე როგორც მივხვდი ისე იყო ნასვავი რომ ლაბარაკის თავი არ ლაბარაკის თავი არ ქონდა და ეთყობა ბევრი იწვალა შეკვეთა მივხვდი რომ აჭარული შეგიკვეთა აჭარული შეგიკვეთა კარგი თქვენ ის რა დღეში იყო და თქვენ რა დღეში იყო ჩემო ნიკოლოს ერთი ქალბატონი რამე ის ასე ვთქვათ მენეჯმენტური გაცვლა იყო არა ასე მოხდა უბრალოდ თქვენ მაინც ხელმძღვანელი რომელი ხართ? ბატონი დავითი. ანუ თქვენ შეარჩიეთ ასე? რა თქმა უნდა, მეგობრობით შეიქმნა ჯგუფი ორიონი, ჩვენი მეგობარი დავითი დამიკავშირდა. შევიკრიბოთ მეგობრები და დაუკრათ ხარისხიანი მუსიკა. რა თქმა უნდა, არ დავაყოვნეთ, შევიკრიბეთ. 3 თვის შემდეგ შეიქმნა აჭარული, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოების და დღემდე კი ბატონო. ამ სიყვარულით მოვიდოდით. იცი რა მაინტერესებს ახლა თქვენ მუსიკოსები, აი კახეთში როგორ მოძებნეთ მაგალითად და ჩამოიყვანეთ იქ რაღაცა ბევრ რაღაცებთან მეგობრობით და ალბათ ის კი ბატონო არა გავიგე ეს მაგრამ მაინც ხო რაღაცებთან ახლოვით ეთყობათ სულიერი სიახლოვით და მე საქმის სიყვარული ერთად ყოფნით და გამოვიდა ეს საქმე და ესე იგი რახან საუბრობდით აი ამ კლიპთან დაკავშირებით და თვითონაც ახსენეს რომ ძალიან პოპულარული გახდა ეს კი ბატონო ხო და ეს გადაღებული სად არის? ეს ზემო აჭარაში. ზემო აჭარა. დიახ, სოფელი ფურტიოა. საოცარი მხარე. საოცარი კუთხეა ნამდვილად. ეს რომელია შუახევი ქედა თუ შუახევის რაიონია. შუახევის და ხულოს გასაყართანაა ზუსტად. შუახევის რაიონი. საზღვართან. ზუსტად საზღვარია. კლიპის გადაღების დროს რამე ისტორია ხო არ იყო ესეთი? ისტორიების მედი რა გქონდა ძალიან ბევრი და მოგვიყევით აბა რომ ერთს მოგიყვებით ახლა დამეხმარებიან ბიჭები ერთ-ერთი სცენარი ესეთი გოდრები აქვთ თავზე ჩამოცვული ბიჭებს და შემოიპარებიან გოგოსთან რა გოგოს მოტაცების ის არის და მე რეჟისორმა გადაწყვიტა რომ ამ დედა გამოეკიდება გოგოს დედა ბიჭებს მისდევს თოფით გამოეკიდება და რეჟისორმა გადაწყვიტა რომ ეს ბიჭები წყალში გადახტა თითქოს და გოდრები ახურათ თავზე. ეხა ეს სცენა რო გადაიღო იმიტაცია რო როგორ უნდა მოხერხდეს ნუ რეჟისორული ჩანაფიქრით იმით ამით მოიგონეს რომ გოდორს წყალზე როგორ გააჩერებ თუ რამე სამაგრი არ აქვს ჩაიძირება ხო გასაბერი კამერები, საცურავ კამერები, რა ვიცი მოუძებნეთ სად არ ვეძებეთ რაღაცები და ეს კამერებით გაამაგრეს ყველაფერი 5-6 გოდორი იყო. ეს გოდრები ყველაზე აქტუალური რა არის? სიმწრით მოუძებნეთ სოფლებში, მოსახლეობაში. მოწნული გოდრები. მოწნული გოდრები. სიმწრით მოუძებნეთ და გაგანია მოსავლის აღების პერიოდია და გოდორი ყველა სჭირდება რა. გამოკვნეს კლიპამდე. ხო. და ეს სცენისთვის გავამზადეთ ყველაფერი და დინარია ადიდებული და ნუ არ ვიცი ძალიან ჩხარი დინება სასწაული და გააბეს თოკით ჩაალაგეს ეს ყველაფერი ორი კაცი აქიდან იჭერს და ორი კაცი მეორე მხარეს გადავიდა და შეაგინე დურო ორო ეს გოდრება რომ ეს გოდრები გაწუდეს წყალში ვითომ შეგვეშ ვიცურავენ თითქოს ხო ნელა აბა კადრ მატორ დაიძახეს და ეს დინება და თოკი გაწყდა და დავემშვიდობეთ ჩვენი გოდრები, ჩვენი კამერები და წაიღო ყველაფერი წყალმა და ეს ხალხი გიყურებთ გოდორის სახში აქ წასაგები ვერ არიციან და ნუ ეს კატასტროფა დაგვემართა და რა ვქნათ ნუ ამ ხალხს მე ბოდიშები კი მოუხადეთ რაღაცა მაგრამ საკმაოდ სოლიდარული თანხას გადაგვახტებინეთ კი რა თქმა უნდა მე
ამას რა გაგრძელება მოყვა. კი ბატონო. სულ გვითვლიდან თქვენი გოდრები შავ ზღვაში იქ ვიპოვეთ, აქ ვიპოვეთ, გელა დამეხმარე როგორ იყო? ფოთიდან დაგვირეკეს, ფოთიდან, რომ აი ფოთშიო გოდრები ვნახეთ და თქვენი ხომ არ არის. ჩამოდით. პონცი გაიტანა გოდორი. ასე და დავგარდა. არ ციზირება კამერა აქვს შიგნით შეფენილი. კი ბატონო. საინტერესოა გოდორი რომ მოცურავს და ვიღაცა სიცხეს რო იზომავს მეთევზე გოდორს რა. კლიპის შემდეგი პერიოდი ეს კლიპი და თან სიმღერაც ერთდროულად გამოვიდა და ნუ ხალხის სიყვარული ყველა გცნობს და ვაიმე ზოგი ის არის ჩუმად. ზოგი მოდის თამამად გეუბნება შენ ის ხომ ხარ და გავიხედე და ქუჩაში ვივდივარ და მობძან ერთი ქალბატონი შემეგება და ვაიმე გაშალახელები შემოგევლე ასეთო ისეთო ნიჭიერო რაღაცა მეხუტება და რა გვარი ხართო სამხარაძე მე. უი, შეწუხდა და ლუფტია. აჭარელი არ ხართო. არა ბატონო. გამეცინა და ქალბატონო რა მნიშვნელობა აქვს? მე ვუდგარი აჭარელი ვარ, აბა რა ვარ, მე ვუდგარი. დაგარგე პოპულარობა მისვა. ხო. ისე შეწუხდა. უი, აჭარელი არ ხართო. კი, მაგრამ ეს ჰიტია, ნუ თქვენი ხო, ნიკოლოზ დამეთანხმები 14 მილიონი ნახვა. ბატონო. და ესეთია რა, სერიოზული ნახვებია რა, გიო. არა, ჩვენთან ვერ მოვა, მაგრამ 14 მილიონი დიდი ნახვა, მართლა. რა წარმატება მოიტანა ეხა ამ? პირველ რიგში ხალხის სიყვარული. კი ბატონო. ადამიანების სიყვარული, რომელსაც ყველა და 11 საათიანი დაკვრა ზესტაფონი. კი, როგორ არა, ესეც სიყვარულია, რა აი თქმა უნდა. რომ ჯერ საქმისადმი სიყვარული და მერე ის მსვენელი, რომელიც ყავს და ხდება რომ უკრავ და თავაზობ ისეთ ღირებულ რამეს, რომელიც მისთვისაც და ჩვენთვისაც სასიამოვნოა შესასრულებლად. რა თქმა უნდა. რეპერტუარს თქვენ არჩევთ? ჩვენ ხელმძღვანელი. დიახ. თქვენ არჩევთ. ერთად. თითქმის საავტორო სიმღერები გვაქვს ჩვენ, ვცდილობთ რომ საავტორო სიმღერები შევქმნათ. ვინოს რო გაზიდინებენ, კახური შევიშე რამე დააკვირევინი ამ ხალხს და მოამზადე რამე. კახური უეჭველი უნდა შევიტანოთ რეპერტუარში. სანამ რეპერტუარს დაადგენდეთ, მანამდე ერთი რაღაც მაინტერესებს კიდე ეს ახლა, ნუ მესმისო თავისთავად კეიფები და მარტო ხიდის უფრებზე გეძახიან თუ არის გამონაკლისი. საინტერესოა მართლა. არა, ეს შემთხვევა არ ქონია. მერცვა დაგვიფაროს. ძირითადად არა, კინი იყოს ნეტა. კონცერტებზე დავდივართ კი რა თქმა უნდა, მაგრამ იშვიათად ძალიან ისე უფრო ძირითადად კონცერტებზე უფრო დავდივართ. ძირითადად სამთავრობო ესე ღონისძიებებში ქორწილებზე და რაღაც უფრო შინაურულ წრეში მეგობრებთან, ახლობლებთან და ესეთ სხვანაირად, არა, სხვანაირად სულ კონცერტებზე ვართ. არა, რატო ქორწილში დღეს არ ვცალია. 99% მუსიკოსების ქორწილებში და იმებში მუშაობს. თითქმის აღარ დავდივართ სულ კონცერტებში. ვერა, კონცერტები და ასე შემდეგ. ძალიან კარგია ეს ამბავი. საჯარო სამსახურებში მუშაობენ ძირითადად სახელმწიფო ანსამბლში ხათუნა კონსერვატორიულ სასწავლებელში ხალხური ხელოვნების სკოლაში პედაგოგი ვარ, ასე თუ განყოფილი. მოუცნობობის გამო. და დილიდან საღამომდე იქ ვარ დაკავებული ჩემი. მე საღამოს აუთავოს არ ეცხიდა და ამთავრდა. არა, ეგ პრობლემა არ მაქვს. რატო? იმიტომ რომ კაი სარეცხის მანქანა გაქვს. ბიჭებო გაგიმარჯოთ და მთავრდა რა დრო ჩემი სარეცხია და უთუა. ეს რავი, კიდე ისი კითხვა მინდოდა, იცი, ეს აჭარული თვითონ ეს კლიპის ნანახი მაქვს და მთელი ამბავი და ძალიან ისეთი მხიარული მარტო ეს ერთი აჭარული გაქვს თუ მეორეს გაქვს ცომ გამოცლილი. გააჩნია რა შემთხვევაში. სენა იქ რას გეუბნებიან ამ ხელა გზაზე რო წამოხვედი. მე შენსკენ ვიწევ, გაიგე რამე ისტორია რომ მომიყვა. ახელოს სხვათა შორის საკუთარი ფან-კლუბი მყავს უკვე ბათუმში. ახელის ფან-კლუბი ძირითადად რა თქმა უნდა ლოთები, ვინდოს ელოდებია. კახური სასმელი აბა ნომერ პირველი გვაქვს. ბატონო. აი ისტორია არა გაქვს რამე არ გახსენდება. კახეთზე არ აგითხეს, არ გამოგაყოლეს. ანიქ ეხლა ცოტა იმითაც აქცენტითაც სხვანაირად ლაპარაკობ შენ, იქ უცხოა რაღაცას არ გადააწყდი ისიც. კი, გადავაწყდი. აბა. სხვათა შორის ერთი კურიოზი ისტორია ვიდა მოგიყვეთ. აბა მიდი. გავიცანი რა თქმა უნდა შევიძინე მეორე სამეგობრო.
აჭარაში და დიდ ბათუმში დავიკარგე, გავედი, გამოვედი რაღაცა, გავიცანი ბიჭები, წავედით დავლიეთ. კარია ფავია. არა, ბოლო გზა მაინც მადმინდის, აბა კახელი კაცი სხვა რა უნდა გააკეთო ჯერ. წავედით და ნუ დავლიეთ ცოტა მეტი მოგვივიდა რა. და გავეღვიძეთ იმით და იყურების და ვარ, კარგად რამე, კაი ერთ საწოლიანში ვიცექი მარტო განა. აი საწოლი იფიფიფიფი ძახი. ჯერ ვიყურები უცხო გარემო საერთოდ რაღაცა. შემოვიდა ვიღაცა ბიჭი, როგორ აღარ შემოწმაო და მე ვუთხარი, კარგად გინაცვალე, შენ როგორ აღარ მეთქი, მაგრამ ვერ ვიცანი ეს ბიჭი რა. აუ რამდენი დაულევია თარ. ვერ ვიცანი და აუდექი გამოვედი ვიძახისა და ვარ. გამოვედი უკვე ქალებიც რო დავინახე სუფრას აშლიდნენ იქ დილით პახმელი ეს საკითხი მიმდინარეობდა და დაიღო მეორე კარები და ჩემი ძმაკაცი გამოვიდა იმ ოთახიდან და გულზე მომეშვა. გადავრჩი. ვიდეკავს დათო. სათახარო მეძებს სადღაც დასაკრავი გვაქვს, წასასვლელები ვიყავით და ეუთხარ დათო, არ ვიცი სადა ვარ, მაგრამ კარგად ვარ მეთქი. არ ვიცი, მაგრამ გადი პირველივე შენობა დაინახეთ და ადგილი არ შეცვალა. და ბოლოს დიდი შენობა რომელიც იყო იმისკენ ვიარე პირდაპირ და მივაგენით ერთმანეთს. მივაგენი, შეგუ ესე იგი. კარგია. კარგი გადასარევი, ჩვენ ერთი ძალიან კარგი ვფიქრობ, რომ ინიციატივა გვაქვს ყოველთვის. თუ ისება. არა მარტო დაუშვათ თქვენნაირი უკვე რა თქმა უნდა ძალიან პოპულარულებს რომლებიც დამწყებები არიან იმასაც შეძლების დაგვარად უთმობთ ეთერს რომ გაიცნოს მაყურებელმა და მე უბრალოდ მინდა ყველას უსურო წარმატება მოდის შრომისგან იმას ასაც თქვენ აკეთებთ და ალბათ დიდი შრომა ხო თავისთავად ჩემო პატრონო რა თქმა უნდა ხელაგზამ ხელოვანმა ადამიანებმა იმისთვის გამოიარეს რომ ბევრი ისტორია შეიძლება მოყვე რაღაცა, მაგრამ მაინც მათი ძირითადი საქმიანობის სფეროდან და მე ეხლა თქვენი მრავალრიცხოვანი რეპერტუარიდან ასე რომ ვთქვათ სიმღერებიდან გეტყვით რომელი უნდა შეგვისრულოთ. ერთი თხოვნა გვექნება შეიძლება ეს რო შევასრულოთ რა. ეს ერთია თუში. ხო და ეგრე მინდოდა მეც დაახლოებით მეთქვა რომ ანუ ცომ გამოცნილი. ხო ცომ გამოცნილი, მაშინ გოგიამ უნდა განიშნოთ. დანარჩენების არ გამოგვივა ეგა. კარგი ბიჭებო და ქალბატონო, ჩემო ძვირფასო, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და ჩვენ კი ჩვენს ტელემაყურებელს დავემშვიდობოთ სანამ ეს იქნება და რა ვიცი, იმედი გვაქვს კარგი გადაცემა გამოგვივიდა. მოკლედ ხო, ჩვენ გემშვიდობებით, თქვენ კი მოусმინეთ ჯგუფს 2-2 და